დღეს მინდა გაჩვენოთ, როგორ ვაწყობთ შავ პომიდორში, ქუთაისში ჩვენს დესერტს. ჩვენი სახლი არის ებრაულ უბანში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ქუთაისელი ებრაელების საყვარელი დესერტი არ დამეკარგა. ცოტა რაღაცები შევცვალე. მაგალითად, ებრაელები ჭამენ ამ დესერტს ფესახის დროს მაცასთან ერთად. ეს არის ხილის პიურე, ხილის და ჩირის და ნიგუზის პიურე, რომელიც აქ მაქვს. და მაცას მაგივრად გვაქვს ხრაშუნა ორცხობილა. ხილის პიურეს ესეთ ფერადს და ნაზს ვადებთ ხრაშუნა ორცხობილაზე. ზემოდან ვასხავთ არაჟინის соуს. ძალიან უხდება და მოვაბნიოთ ნიგუზის ფანტელი. ნიგოზი არასდროს არ არის ზედმეტი. მაგაში იმერლებიც დამეთანხმებიან და ებრაელებიც. გემრიელად მიირთვით. დავდიხ მობენ ყვავილები მოციქული გაზაფხულისა გამოდის სახში დაიღლები მე დავიძინ გადაგულისა რადახარ ასე უგარება რადგი ყვარს მოყვას ისინანი გამოდი ამთიანი შენგელი დარში და ავდარში შენგელი სუსხიან ზამთარში რადამ ლაბოდინის რამოგდის გამოდი სას შენი თვალების